მშვიდობის დიდი მადლობა თქვენი დროისთვის რომ მობრძანდით და დაგვიწმეთ დრო ძალიან დაკავებული ხართ ბუნებრივია მაგრამ ჩვენს მაყურებელ პაციენტებს ძალიან ჭირდებათ პაციენტებს გულისხმობ ჭყარებში რა თქმა უნდა გარკვეული რჩევების მიცემა პირველ ყოვლისა ძალიან მარტივად დავსვათ ეს კითხვა რას ნიშნავს მეტეო დამოკიდებულება და არსებობს თუ არა ასეთი სამედიცინო ტერმინი ასე ვთქვათ რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს თუ ეს უბრალოდ ხალხშია რომ მე მეტეო დამოკიდებული ვარ და გონია რომ ეს განსაზღვრავს რაღაცა ჩემს ბუნება-განწყობას ან ჯანმრთელობას. მეტეო დამოკიდებულება რა თქმა უნდა არსებობს, ისევე როგორც არსებობს დამოკიდებულება ყველაფერი ცვადის მიმართ და სწორედ ჩვენი სიცოცხლის უნარიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჩვენ ვეგუებით მუდმივად ცვად გარემოს. ეს ეხება კლიმატს, ეს ეხება სხვა გარემოებას, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც განაპირობებს ჩვენ სიცოცხლის უნარიანობას. განსაკუთრებით გაზაფხულზეა ეს ყველაფერი ალბათ ხო როგორ? ეს არის ყოველთვის. ყოველთვის. ეს არის ყოველთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ყოველთვის, ეს არის ზამთარში, ეს არის ზაფხულში, როდესაც გადაჭარბებული სიცხეა, ეს არის ქარიან ამიდებში, ეს არის თოვლიან ამიდებში, ეს არის ბარომეტრული წნევის ცვლილება მუდმივად და ჩვენ პერმანენტული ადაპტაციის მდგომარეობაში ვიმყოფებით. აი რატო ამბობთ ხოლმე რომ გაზაფხულზე განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება გარკვეულ. ალბათ იგულისხმება ის რომ გაზაფხულზე ყველაზე ცვადი კლიმატია და ამიტები ხშირად იცვლება. აი დღეს როცა ესეთი მკვეთრი ცვლილებაა ტემპერატურაში ხო, რა ვიცი, გუშინ მართლა მოკლე მკლავიანი დავდიოთ დღეს ისევ ქურთიკები გვაცვია. აი მომართვიანობა როგორია? აი ძირითადად მაინც ალბათ ეს იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. ჩივილები ანუ უფროსის გულსის ხუძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების არის თუ უფრო სხვა პაციენტები? რა თქმა უნდა ასეთი ცვადი გარემო, ეხლა მე გეტყვით რომ მაგალითად 10 გრადუსით ტემპერატურის ცვლილება მკვეთრად ზრდის გამწვავებებს მაგალითად გულის დაავადების გამო. მაგრამ ეს არ არის მარტო გულის დაავადებები, ეს არის რესპირატორული დაავადებებიც და ეს არის ესეთი მუდმივი და ძალიან ცვადი პროცესი არის. ეხლა მაგალითად ბარომეტრული წნევის ტენიანობა, ჰაერის ტენიანობა 25% ეს არის არ არის კარგი რესპირატორული დაავადებებისთვის, 55% ეს არ არის კარგი გულის დაავადებებისთვის და ამდენად ეს და როგორც მოგახსენეთ ეს ტემპერატურის ცვლილება 10 გრადუსით დათბობისკენ თუ გაციების თვალსაზრისით მოქმედებს გულსიზარდთა სისტემაზე და იწვევს გამწვავებებს უკვე არსებული დაავადებებს. ასეთ დროს უმჯობესია რომ თუ გარკვეული გამწვავებები გვაქვს, ანუ გარკვეული პროფილაქტიკისთვის და პრევენციისთვის ფიზიკური დატვირთვა როგორ შეიძლება რომ იყოს იმათთვის, ვისაც თქვათ აწუხებს, თქვათ კარდიოლოგიური პრობლემები გააჩნია, ეს უნდა იყოს ინტენსიური, ყოველდღიური, გარკვეული დოზირებული, რაღაცა პერიოდით, თქვათ საათი, 2 საათი, რაღაც კილომეტრაჟით თუ აი რაღაც გარკვეული რჩევა რომ მივცეთ, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი დროს ვატარებთ სკამზე და სავარძელში და ამიტომ ადამიანებს აქვთ გარკვეული შეიძლება პრობლემები ამის გამო. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები ავიცილოთ თავიდან? ზოგადად აი სიცოცხლის უნარიანობა, რომელზედაც გითხარით, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია რამდენად ჯანსაღი არის ადამიანი და შესაბამისად ეს სიჯანსაღე ბევრად დამოკიდებულია რამდენად ის ეწევა ჯანსაღ ცხოვრების წესს. და ეს ეხება ყველაფერს, არა მარტო ფიზიკურ აქტივობას. თუმცა დაგეთანხმებით იმაში, რომ ფიზიკური აქტივობა, ფიზიკური რეგულარული, რიტმული ფიზიკური ვარჯიშები, ეს არის უნივერსალური საშუალება გაჯანსაღების და ეს არის უნივერსალური სიკეთე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოუტანოთ საკუთარ თავს. და რა თქმა უნდა, ეს ეხება სრულად ჩვენ უნარს ადაპტირების ცვად გარემოსთან, რომელზედაც ჩვენ უკვე საუბარი გვქონდა. და ამისთვის არც არის საჭირო ალბათ რაღაცა ძლიერი ფიზიკური დატვირთვები, ხო? 2 საათი დღეში რომ ვისეირნოთ უკვე გასეირნებაც კარგი შედეგი. რა თქმა უნდა, მაგრამ აქ მე ხაზი გავუსვი, რომ ეს ვარჯიში უნდა იყოს რიტმული. ხო. როდესაც ჩვენ სეირნობთ, მეგობრები გხვდებიან, ჩერდებით, მე ისევ გავაგრძელებთ ვარჯიშს, ეს ვარჯიში არა. ანუ პროფესიონალური მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა ხდებოდეს კუნთების რიტმული რელაქსაცია და დაძაბვა. აი ამ დროს ხდება ნივთიერებების გამოყოფა, რომელიც უკიდურესად სასარგებლოა
ჯანმრთელობისთვის. ამდენად, როდესაც ჩვენ ვამბობთ 9 საათი რეგულარული რიტმული ვარჯიში, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელი აუწიოთ მეგობრებს და გავიაროთ. და არც ტემპს არ ვცვლი, ასე ვთქვათ, ხშირად. შევინარჩუნოთ ტემპი. ამიტომ ტემპი უნდა იყოს ის, რომელიც ჩვენთვის კომფორტულია. და თანაბარი სავარაუდოდ, ხო? უზრუნველყოფ ჩვენ თანაბარ სიარულს. ბატონო ზურაბ, მე მაქვს კითხვა ასეთი, ბავშვებში რა მდგომარეობა არის? აი მაინტერესებს მოქმედებს თუ არა ამინდის მკვეთრი ცვალებადობა მათზე და თუ ისინი უფრო გამძლეები არიან. ხო, ის მიმართ. როგორ რეაგირებს ბავშვებზე? საერთოდ ამ ადაპტაციაზე გავლენას ახდენს ასაკი, სქესი და ბევრი სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბავშვებში მე რამდენადაც ვიცი, ეს პრობლემა უფრო ნაკლებია ვიდრე მოზრდილებში და ბევრად ასაკდამოკიდებულია მოზრდილ ასაკში ადაპტაციის შესაძლებლობები უფრო დაბალია ვიდრე ახალგაზრდებში. ძალიან ყოფითი კითხვა მინდა დაგისვათ, მეც მაინტერესებს და ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც ვკამათობთ სახლში, ვისაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა და ხშირად აქვს ამ აპარატთან კონტაქტი, რომელი ხელი უნდა ავირჩიოთ იმისთვის, რომ ზუსტად დავადგენ, იმიტომ რომ მე მაგალითად დედაჩემი მეუბნება, რომ აუცილებლად მარცხენა ხელზე უნდა მევეუბნები, არა მარჯვენაზე, უფრო სხვადასხვა მაჩვენებს ხოლმე რატომღაც. ამიტომ რომელს დავუჯერო ამ შემთხვევაში, თუ ორივეზე უნდა გავისინჯოთ, თუ როგორ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის არის კამათის საკითხი და ამისთვის ბევრი რამ იცვლება. დიახ, ეს ძალიან კარგი შეკითხვა არის. საერთოდ, როდესაც წნევა იზომება პირველად, წნევა უნდა გაიზომოს ორივე ხელზე. აჰა. და ეს მხოლოდ ერთხელ და თუ ჩვენ დარწმუნდებით იმაში, რომ განსხვავება არ არის, ან განსხვავება არის 5-10 მილიმეტრი ვერცხლის სვეტის, მაშინ ჩვენ შემდგომში შეგვიძლია გავიზომოთ ნებისმიერს. მაგრამ როდესაც განსხვავება კორექტულად გაზომვის შემთხვევაში, ორივე ხელზე, არ შეიძლება მაგალითად ერთ შემთხვევაში გაზომო ესეთი რელაქსირებულ მდგომარეობაში ცალ-ხელზე და მეორე ხელზე გაზომო გადაწეულ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში წნევა იქნება სხვადასხვა. ამიტომ ამ ხელზეც ისევე უნდა გაიზომოს ხელზე, როგორც წინა გაზომვის შემთხვევაში. და თუ განსხვავება არ იქნება 20 მილიმეტრი ვერცხლის სვეტზე მეტი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა აუცილებლად შევამოწმოთ ლავიცქვეშა არტერიების მდგომარეობა, იმიტომ რომ შესაძლებელია იქ იყოს შევიწროება, გამოწვეული როგორც წესი ათეროსკლეროზით, ან რამე სხვა დაავადებით, რომელიც განაპირობებს სიცხლის ნაკადის შემცირებას ამა თუ იმ მხარეს. ანუ ეს კარგი არ არის, უნდა იყოს ნორმა, როცა ორივეგან კორექტულად გაზომვის შემთხვევაში. და 5-10 ერთეული. როგორ ვამოწმებთ ამას? დუპლექს სკანირება არის ეგეთი ულტრავიოლეტური მეთოდია ძალიან და აი პირდაპირ ამაზე რო ვიკეთებთ, უნდა ავიწიოთ ეს ხელი ან მაჯა თუ შეიძლება ჩაცმული ეს სხვადასხვა ძალიან კარგია რომ ამას კითხულობთ, იმიტომ რომ მოსახლეობა უნდა იცოდეს, ადამიანი უნდა იჯდეს მოხერხებულად, აუცილებლად ბეჭები უნდა იყოს რელაქსირებული და უნდა ეყნობოდეს და მოსვენებული უნდა იყოს ორგანიზმი. მოსვენებული, იმიტომ რომ როდესაც კუნთები დაძაბულია, წნევა მატულობს, ამით სარგებლობენ ხშირად წვევანდელები, რომელიც თავის ექიმს ერთხელ აძლევენ, რომელიც რელაქსირებულია და მეორე ხელს ძაბავენ. ასეთ დროს წნევა ადის ზევით, ამიტომ უნდა იყოს სრულიად მოდუნებული და მანჟეტი უნდა იყოს გულის დონეზე. თუ ეს მანჟეტი არის მაჯის, მაშინ ისიც უნდა გულის დონეზე იყოს, იმიტომ რომ ქვევით დაწეული მანჟეტი აჩვენებს მაღალ წნევას, ზევით აწეული მანჟეტი აჩვენებს დაბალ წნევას, ამიტომ ის უნდა იყოს ესე არ უნდა იყოს, ხო? ეს ხო, თუ მხარზეა, მაშინ ის უნდა იყოს. ისე საინტერესო კიდევ ალბათ მოწყობილობებს შორის სხვაობაც არსებობს ხოლმე, არის ელექტროდს და არის ეხანდელი რეკომენდაციები არის იმის სასარგებლოდ, რომ ელექტრონული მოწყობილობები უფრო ზუსტია ვიდრე სიგმომანომეტრების ჩვეულებრივი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ რიტმი არის ნორმალური. თუ არის არიტმია და ანუ ეგრეთ წოდებული წინაგუთა ფიბრილაცია, ანუ მოციმციმე არიტმია, მაშინ მან შეიძლება არ მოგცეს ზუსტი შედეგი. მე მაქვს კითხვა, ანუ ამინდის მგრძნობელობასთან დაკავშირებით, აი სიმპტომებზე რო ვისაუბროთ, თუ არის შესაძლებელი, აი როგორ უნდა მივხვდეთ, აი რა სიმპტომებით უნდა
ხელმძღვანელოთ, ასე ვთქვათ. ამიდის ცვლილებით გამოწვეული სიმპტომები არ განსხვავდება ჩვეულებრივი სიმპტომებისგან. თუ თქვენ ზოგადად გაქვთ არტერიული წნევა, გაქვთ არასტაბილური და დაუშვათ ამიდის ცვლილებამ კიდევ ხელი შეუწყომის არასტაბილობას, თქვენ იგრძნობთ იგივეს, რასაც იგრძნობდით სხვა შემთხვევაში წნევის მომატების დროს. ჩვეულებრივ წნევის ცვალებადობის დროს ასაც გრძნობთ? მომატების დროს, წნევის მომატების დროს ასაც სხვა შემთხვევაში რასაც იგრძნობდით, იმას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ალბათ მაინც თავის ტკივილია ამ შემთხვევაში, შაკიკის გულისხმობ. ამ შემთხვევაშიც აი რას გვირჩევთ და უშუალოდ რა. აი შაკიკის სხვა დაავადება. ხოლმე ხო, შაკიკის სრულიად სხვა დაავადება. და რა დამოკიდებული ამ შემთხვევაში. თავის ტკივის, იცით, აი გეტყვით იმას, რაც ალბათ საჭიროა რომ იცოდეთ. წნევის მომატებას არ აქვს რაიმე სპეციფიური ნიშანი. არ აქვს რაღაც სპეციფიური დაავადება. მეორე თემა არის, თქვენ შეიძლება თავი გტკიოდეთ სულ სხვა მიზეზის გამო, მაგალითად კისრის სმალების ოსტეოხონდროზის გამო. აი ცუდად გედოთ თავი, ან არ გედოთ თავი, უბრალოდ აი ამის გამო გტკივა თავი. თქვენ ხართ მიბმული იმ გარემოებასთან, რომ აი რა თავი მტკივა, აუცილებლად წნევა მექნება მომატებული. თქვენ მიდიხართ აპარატთან, განწყობით რომ აი თავი მტკივა, მეწნევა მექნება მაღალი და წნევა იქნება თავის ტკივილი, ესე იგი? არა, ეს არ არის სპეციფიური ნიშანი. ეს არ არის სპეციფიური ნიშანი. ან მხოლოდ ერთი ნიშანი ახასიათებს, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი ნიშანი წნევის მომატების. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო რჩევები მივიღეთ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სახლში არის და საკუთარ თავს აკვირდება და არ ის აუცილებლად და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია რაც თქვენ ბრძანეთ რომ ფსიქოლოგიური დატვირთვა გაცილებით მეტია ხოლმე როცა განწყობა წინასწარი განწყობა იმ მეკნება ეხლა წნევა და გახდები ცუდა და აი სწორედ ეს ფსიქოლოგიური განწყობები რომ მოვიხსნათ და ისე მევიდეთ გასასინჯად თუნდაც არტერიული წნევის იქნება ძალიან კარგი. უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო რჩევებისთვის და თქვენი დროისთვის რომ დავვითმეთ და ეკავით ჩვენი დღევანდელი დილის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა. მე შევახსენებ მაყურებლას რომ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი კარდიოლოგი ზურაბ ფაღავა იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი.